გუშინ გვიან-ღამე ორთაჭალაში აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. გარდაცვლილი 70 წლამდე მამაკაცია. დაშავებულები კი კლინიკაში არიან გადაყვანილები. მათგან ყველაზე პატარა 4 წლისაა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი და დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე. აფეთქების შედეგად დაშავებული პირები ლევან მგალობლიშვილმა და მიხეილ სარჯოლაძემ კლინიკაშიც მოინახულეს. არსებული ინფორმაციით აფეთქება შენობის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები. სამწუხაროდ ცუდი ფაქტი მოხდა. გარდაცვლილია ერთი ჩვენი თანამოქალაქე და წუხარება გამოთქვა მისი ოჯახის მიმართ. ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხო დაბინავება ამ დარჩენილი მოსახლეობის, ქალაქის მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოხდეს მყისიერად მათი შესახლება. დანარჩენ დეტალებს გამოძიება დაადგენს. ასევე ვიმყოფებოდით საავადმყოფოში, სადაც მკურნალობას გადის 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია, მისი მდგომარეობა სტაბილურია. უბედური შემთხვევა მოხდა, ზუსტ მიზეზებს ალბათ გამოძიების ჩატარების შემდეგ შეგვეძლება რომ დაზუსტებით ვთქვათ, სავარაუდოდ საუბრობენ გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართავობაზე, რამაც გამოიწვია აფეთქება. მიმდინარეობს სამუშაოები ამ მოქალაქეების განთავსებისთვის, მათ რომ კონდეთ საცხოვრებელში განთავსების შესაძლებლობა, რამდენიმე პირი იმყოფება კლინიკაში და მათი მდგომარეობა სხვადასხვა სირთულის არის. ერთ-ერთი პიროვნების შემთხვევაში ეს განსაკუთრებულად საყურადღებოა მდგომარეობა და ამაზე მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საუბედუროდ ერთი ადამიანი გახლავთ გარდაცვლილი.